გულის მუნიციპალიტეტის სტიქიური უბედურების ზონაა. ცოტა ხნის წინ სოფელ კურსებში მიწის მასა მოწყდა, რამაც 5 საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ტელეპირველს პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ თუ რა ხდება ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, სადაც გამთენისას მიწის მასა მოწყდა, რის შედეგადაც როგორც უკვე გითხარით, დაანგრეული არის 5 საცხოვრებელი სახლი. 40-მდე ოჯახი კი ევაკუირებული არის. თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ, რომ რამდენიმე მილიონი კუბური მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე, ჩახერგა საავტომობილო გზა და ასევე დაანგრია 5 სახლი. ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, არც ტყიბულის მერს და არც იმერეთის გუბერნატორს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არც არავინ დაშავებულა და არც არავინ არ არის გარდაცვლილი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ წყაროებზე დაყრდნობით ამ წუთებში მოვიპოვეთ და მუშაობთ. როგორც უკვე გითხარით, 40-მდე ოჯახი არის ევაკუირებული. საუბარი არის აი ამ ტიპის ოჯახებზე, რომელიც მიწის მასას არ დაუნგრევია, თუმცა შესაძლებელი არის, რომ აქ ნებისმიერ დროს ისევ განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრზე მუშაობას ცოტა ხანში დაიწყებენ, როგორც ხედავთ. შესაბამისი ლენტით არის შემოსაზღვრული პერიმეტრი, რის შემდეგადაც უკვე ფაქტობრივად სტიქიური უბედურება იწყება. ასეთია ვითარება ამ დროისთვის პერიმეტრზე. ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით, როგორც უკვე გითხარით, არც იმერეთის გუბერნატორს, არც ტყიბულის მერს და არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია.